მიტარგიშერთან მიმართავს პროკურატურას გამოიძინა 2008 წელს როგორ აღმოჩნდა გიული ალექსანიას ხელში უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი ერთლარად. სანამ სამართლებრივი პროცესები დაიწყება, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ომის წელს ეზრუნოთორე სააკაშვილის დედის ბიზნესზე აირობდნენ თქვენ გახსოვთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები იყო საზოგადოებაში. თუ გავიხსენებთ გასულ წლებს, ძალიან ბევრი კითხვები იყო, როგორ აღმოჩნდა გიული ალექსანიას ხელში ერთლარად აღნიშნული ტერიტორია, აღნიშნული სივრცე, აღნიშნული შენობა ნაგებობები, თუმცა არანაირი პასუხი ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას არ მიუღია. მე დეტალური ინფორმაცია არ ვიცი, არა მაქვს. მაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებას, ამიტომ დაველოდოთ. რამდენად არის შესაძლებელი, რომ ის კორუფციულ საქმიანობაში ყოფილიყო ჩართული? როგორ? რამდენად შესაძლებელია, რომ კორუფციულ საქმიანობაში ყოფილიყო ჩართული? ხო, ვერ გეტყვით ახლა, რა ვიცი, ერთლარად, როდესაც პრეზიდენტის დედა იღებს ასეთ მნიშვნელოვან ქონებას, კითხვის ნიშნები ჩდება ცხადია, ხო? რა ვიცი, როდესაც ხარ ქვეყნის პრეზიდენტი და შენი ოჯახის წევრი ამ ტიპის ქმედებაში ადის, ვფიქრობ, ძალიან ბილად რომ ვთქვა, ძალიან ცუდია. პიტერ ფიშერთან დაკავშირებით კითხავთ, გერმანიაშიც გაჩნდა მის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები, ალტერნატივა გერმანიისთვის მიმართა ფედერალურ მთავრობას კითხვებით. შეხვდა თუ არა ფიშერი ოპოზიციას, ასევე ფედერალური მთავრობისგან ითხოვს განმარტებას, იქირავა თუ არა ფიშერმა პარტია ლელოსგან ფართი. ამ შემთხვევაში თქვენ როგორ შეაფასებთ ამას და მის საქმიანობას ის რომ კითხვები გაჩნდა ასევე ხო გერმანიაში? ხო, ახლა რაც შეეხება მის საქმიანობას, ყველა კარგად ხედავთ რა საკეთებს, ხო? დიპლომატიური სამსახურის გარდა ვფიქრობ, ყველაფერს აკეთებს ეს ადამიანი. არის თანამონაწილე იმ ძალადობრივი დაჯგუფების პირველი წამხალისებელი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში საზოგადოების დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობას, ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისებას. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს და კარგია, რომ თვითონ გერმანიაშიც უკვე წამოვიდა კითხვები აღნიშნულთან დაკავშირებით. მოლოდინები როგორი გაქვთ ამ შემთხვევაში ფედერალურ მთავრობა უპასუხებს თუ არა ალტერნატივის გერმანიისთვის? ხო, არ ვიცი. ჩვენთვის ხომ თავარი ის არის, რომ საქართველოსთან მიმართებით ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა, რომლებიც არიან სხვადასხვა მისიებით, ამ შემთხვევაში ელჩებმა, მაგალითად პატივისცენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, პატივისცენ საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს კონსტიტუციას და კანონებს. ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს არაფერს არ ვითხოვთ, რაც არის გაწერილი პროტოკოლით, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და შეასრულოს და კონდეს ეს დამოუკიდებლობა ქვეყანასთან და ქართულ ხალხთან. განათლების რეფორმაზე მინდა კითხოთ, გუშინ პრემიერ-მინისტრმა ცლად ისაუბრა ამას დაკავშირებით იგივე უნივერსიტეტებში, მათ შორის პროფესორ მასწავლებლებზე. რამდენად მნიშვნელოვანია ახლა განათლების რეფორმაზე თქვენი ყურადღების გამახვილება? ძალიან მნიშვნელოვანია, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ მთავარია აღნიშნული რეფორმის განხორციელება. პრემიერმა ძალიან ვრცლად ისაუბრა გამოწვევებზე, ძალიან ვრცლად ისაუბრა თუ რა უნდა გაკეთდეს მომდევნო წლების განმავლობაში. მე მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა არის აღნიშნული მიმართულება ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა, რომ ღირსეული განათლება მიიღონ და შემდეგ ყველაზე მთავარი განათლება მიღებული ადამიანების გამოვიყენოთ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ამ ქვეყანაში რომ შეიქმნას კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება, ამას სჭირდება განათლებული, წარმატებული ახალგაზრდები და ადამიანები. შესაბამისად, განათლების რეფორმის განხორციელება იმ ფორმით, რაზეც პრემიერ-მინისტრი გუშინ საუბრობდა და საკმაოდ ვრცელი პრეზენტაცია გაკეთდა და მან ასევე დააფიქსირა, რომ გაგრძელდება ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია საზოგადოებასთან, არის ძალიან მნიშვნელოვანი. პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს შრომის როგორია? კასთან? პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო არჩევნები დამზადდეს კიდევ ერთხელ ვისაუბროთ. პარტიების აკრძალვას რაც შეეხება, მე გუშინაც ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით. ის ადამიანები, პოლიტიკოსები დავარქვათ, პოლიტიკური პარტიები,
რომლებიც წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს ქვეყანაში, ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს, იღებენ გარედან დავალებებს, ასეთი ადამიანების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ეს არის ძალიან მძიმე, ძალიან დამაზიანებელი, მხოლოდ სიტყვებით არა. ჩვენ კონკრეტული ფაქტებით ვიხილეთ თუ რამდენად დიდი ზიანის მომტანია ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის. შესაბამისად, პოლიტიკაში უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ასრულებს ქართველი ხალხის დაკვეთას და არა გარედან წამოსულ დავალებებს. ეს კანონი ბანოხა რამდენიმე დღეში, 2 დღეში მიიღეს 3 მოსმენით და თუ დავაკვირდებოდი პროცესი, იყო რამდენიმე წუთიანი განხილვა და კითხვები ფაქტობრივად არ დასმულა პარლამენტში. გუშინე მოხდა მიხეილ ყარალაშვილის მიერ ხელის მოწერა. ერთის მხრივ თქვენი განმარტებები მოსმენია, მაგრამ რატომ ხდება ამ გადაწყვეტილებების მიღება ასე სწრაფად ამ სიჩქარით და ხომ არ არის ეს პოლიტიკური შურისძიება უფრო ვიდრე რაღაც სამართლებრივი არა, ნახეთ, ძალიან მარტივია. ქვეყანაში, გეტყვით, ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე თქვენ სხვა ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი შეხედულებები გამოხატონ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ფორმით. მათ შორის დაცულია შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. შეუძლია ადამიანების ჯგუფს შეიკრიბოს და დააფიქსიროს თავისი პროტესტი, თავისი მოსაზრება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ, როდესაც რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბება რუსთაველის გამზირზე, მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა და საჭიროება არ არის ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, მიზანმიმართულად უქმნიან დისკომფორტს დედაქალაქის სხვა მაცხოვრებლებს, ვისაც არ გააჩნიათ პროტესტი, ეს არის ძალიან მძიმე, ეს არის ძალიან შემაწუხებელი. ჩვენ ხო არ ვზღუდავთ იმას, რომ ადამიანებმა პროტესტი არ გამოხატონ. გამოხატეთ პროტესტი, არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ამით არ უნდა დააზიანოს ხვისი უფლებები და სხვა ადამიანის უფლებები. ძალიან მარტივია. ეს ერთი კანონია, რომელიც ასე მიიღო და ასეთივე ტემპით იყო და არის მიღებული კანონი პოლიტიკოსების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ. აი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ხო? ნახეთ. რომელზეც საუბრობთ, მათ შორის ნაცმოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნები 13 წლის წინ თქვენ დაასრულეთ ისინი პოლიტიკურად. აი, დღეს მათი არსებობაც კი ასეთი პრობლემაა, რომ ნახეთ, პრობლემა არის, როდესაც ჩვენ სხვა ქვეყნის და სხვა ადამიანების ინტერესებს ემსახურები და არა ქართველი ხალხის. ეს არის უდიდესი პრობლემა. შენ როდესაც ხარ პოლიტიკაში და წარმოადგენ პოლიტიკურ პარტიას, პირველ რიგში უნდა ემსახურებოდე ქართველ ხალხს, უნდა ემსახურებოდე შენი ქვეყნის მოსახლეობას და არა გარედან მიღებულ დავალებებს, რომელიც ძალიან მძიმეა ამ ქვეყნისთვის, კონკრეტული ფაქტები არსებობს, მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, როგორ დააზიანა ქვეყანა. ჯერაც არ მოგვიშუშებია ის ტკივილები და ის უბედურება, რაც ქვეყანას დაატყდა თავს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება მნიშვნელოვანი. თქვენი ციტუსია არის თუ არა უკვე შედგენილი იმ პოლიტიკოსებისა, ვისაც არა, მე არ ამბობს ამ პროცესში. არა. აგენტურულ ქსელზეა საუბარი. აგენტურული ქსელი, რომელიც წლების განმავლობაში იქნებოდა ქვეყანაში და ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ აგენტურული ქსელი შექმნილიყო. მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდეთ, მარტო საქართველოში კი არ არის ეს პრობლემა. ბევრ სახელმწიფოებში, სადაც ცდილობდნენ კონკრეტული ადამიანები სახელმწიფო გადატრიალებები მოეწყოთ, იგივე მეთოდებით მუშაობდნენ და მუშაობენ. ამასთან დაკავშირებით ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ის რაზეც ჩვენ წლების წინ ვსაუბრობდით და გავქცინოდით, კილიკობდით ამასთან დაკავშირებით, აგერ გამოვიდა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ეს არის მარტივი. ქართული მხარე ეუთოს უგზავნის ნოტას რატომ დადგა ამის აუცილებლობა ბუნებრივი ალბათ? რაზე? ეუთოს თავმჯდომარე რომ იყო ჩამოსული და შეხვდა აქციის მონაწილეებს ამის შემდგომ და გაიგზავნა. არაფერი ხარ, რაც თქვი გუშინ მეც სიახლეს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ხო? ჩვენ ხო ვიცით ეს პროცესები, რაც ქვეყნის შიგნით ხდება, საიდან იმართება, ვინ აფინანსებს, როგორ იმართება, თავიანთი პატრონები ყავთ, დავალების მიმცემები ყავთ, ჩამოვიდა ნახა თავიანთი შვილები. თუ როგორ ასრულებდნენ დავალებას. ეს არის ძალიან მარტივი. როგორ შეაფასებთ მის ქმედებას? როგორ შეაფასებთ მის ქმედებას, როდესაც აქციის მონაწილე? ხო, ეს რა თქმა უნდა შეურაცხმყოფელია, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის ქვეყანაში, იკრიბება რამოდენიმე ათეული ადამიანი, ძალადობრივი დაჯგუფების წარმომადგენლები, ჩვეულებრივი მოძალადეები არიან და მიდის მათთან, ანუ პირდაპირ ახალისებს ამას. ეს არის ძალიან მძიმე. ჩვენ ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერმა
ერთხალიამ გააკეთა განმარტებები, რომ ცალმხრივი ურთიერთობის და მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით ევროკავშირის ქვეყნების ზოგიერთ წარმომადგენელთან. იმიტომ ის ქმედებები, რასაც ეს ადამიანები ახორციელებენ, ქვეყანასთან მიმართებით არის ძალიან მძიმე. არანაირი პატივისცემა ქართული სახელმწიფოს, არანაირი პატივისცემა ქართველი ხალხის, არანაირი პატივისცემა ჩვენი კონსტიტუციის, ჩვენი კანონების. ჩვენ ხო ვიცით, რისთვის ჭირდებოდათ ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი. ამიტომ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ეს ქვეყანა რაღაც თავისი ინტერესებისთვის იყოს გამოყენებული და მოიხსენიონ ისე როგორც სათამაშო, როგორც ერთ-ერთი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელი ამბობდა, რომ საქართველოს თუნდაც კარგი სათამაშო ყოფილა ევროპელების და უცხოელების მხრიდან. რამდენიმე კითხვას მეც და გისვამთ, რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ განახლდა აქციის მონაწილეების დაკავება, გუშინ ხალხი მოხდა 5 თუ 6 აქციის მონაწილეს დაკავება იმ მოვლენების გამო, რაც ატონელის რეზიდენციასთან მოხდა. თუმცა პროცესი რაც დაადგენს ჩვენ ჯერ არ ვიცით, მაგრამ დაკავების ფორმები, რაზეც ინფორმაცია ჯერ არსებობს, არის ის, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები დაადგენენ ამ ადამიანების სახლებში ბავშვებთან და ერთ-ერთი ოჯახის წევრი ამბობს, რომ იარაღით დაადგენენ ბავშვებთან ერთად 6 ერთ-ერთი აქციის მონაწილეს. კითხვა მაქვს, რატომ იყენებთ ამ მეთოდებს ადამიანების დასაკავებლად? რატომ არის ეს აუცილებელი? და რა მეთოდებს? ღამით სახლში დადგომა ბავშვებთან ერთად გადავიდა. ერთ-ერთი არის მეღანწიშვილი ერთი აქციის. არ ვიცი, გაქვთ რაიმე მტკიცებულება? პოლიცია მიმართავს შესაბამის ღონისძიებას, ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, რა თქმა უნდა, მოქმედებს კანონის ფარგლებში, კანონს გაცდა ვინმე, კანონი დაარღვია ვინმე. არა. ცხადია შესაბამისად მიმდინარეობს ადამიანების დაკავება, უწყების ხელმძღვანელმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობს ადამიანების იდენტიფიცირება, იმიტომ რომ საკმაოდ მრავლად იყო იქ ადამიანები, ვინც უშუალოდ შტურმს ახორციელებდა პრეზიდენტის სასახლეზე. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოწოდებებს ვაკეთებდით, თქვენც ბევრჯერ ყოფილხართ ჩემთან ერთად და ბევრჯერ გავაკეთე წინა დღეების განმავლობაში მოწოდებები, რომ არ გადადგათ ნაბიჯები კანონის წინააღმდეგ. მაგრამ თქვენ იყავით ის, ვინც ახალისებდით პირდაპირ ამ ძალადობრივ ქმედებებს, დამხობაზე საუბრობდით, სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობდით, ერთგვარი კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, შემდეგ უკვე 4 ოქტომბერს ამის აღსრულებას სცადეთ. მივარდით პრეზიდენტის სასახლესთან, ღობე გადაანგრიეთ, შეიჭერით სასახლეში, იქ შესაბამისი სამსახურების დანაყოფები, რა თქმა უნდა, მოიხსნენ კანონის ფარგლებში, დაიცვეს პრეზიდენტის სასახლე და რა ვიცი, ხო ამბობდით, რომ არ გადადგათ მეგობრებო კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი, გთხოვდით, გეუბნებოდით, მოგიწოდებდით, მაგრამ ადამიანები ახლა დასული ადამიანები თავიანთ ქმედებებში და გადაწყვეტილებებში ყველა თავისუფალია, ხო, ვერავის ვერ შეუშლი და ვერავის ვერ შეზღუდა, მაგრამ როდესაც არღვევ კანონს, ჩვენ ვართ ცივილიზებულ სახელმწიფოში. შესაბამისად მოყვება რეაგირება ყველაფერს. კი ბატონო, თუმცა კითხვა ეს არ იყო, მე მაქვს კითხვა დაკავების ფორმაზე. თქვენგან ასე რა ფორმა გინდა ხა ყვავილებით თუ არ დააკავებენ, აბა ხო რაბა როგორ რანაირად უნდა დააკავონ, ხო არის ეჭვმიტანილი, არის დამნაშავე და ჩვეულებრივად დააკავოთ, ხო ახლა რა ვიცი, რანაირად უნდა დააკავონ სხვანაირად და სხვანაირი დაკავება არ შეიძლება, ცოტა უფრო ჰუმანური აი გააქვს სხვა კითხვები? არა, კი მაქვს კითხვა. დასთან? 4 ოქტომბერთან დაკავშირებით რა ნახამაში საზოგადოებამ და არაფერ ჩვეულებრივი ძალადობრივი აქტი იყო, ხო? ჯერ ნახეთ, აი მთელი რამდენიმე 2 თვე მე მგონი მიმდინარეობდა მიზანმიმართული კამპანია სახელმწიფოებრივ დამხობასთან, გადატრიალებასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივ აი ეს ტელევიზიები ყველა ხელს უწყობდა ამას და ყველა აგულიანებდა. რამდენჯერ გავაკეთეთ მოწოდება, რომ მეგობრებო არ გადადგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი. მაგრამ დააკეთეს, გადადნენ, მიუვარდნენ პრეზიდენტის სასახლეს, ღობე გადაანგრიეს, შეჭრას ცდილობდნენ, რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები რა იქნებოდა და როგორ იქნებოდა, კაცმა არ იცის, ხო, უბედურება დატრიალდებოდა.
ამიტომ ყველა დამნაშავე რა თქმა უნდა აგებს პასუხს. აი როცა დამნაშავეებზე საუბრობთ ერთ-ერთი გასული წლის აქციების დროს დაშავებული ადამიანები, მათ შორის ერთ-ერთი რომელიც აღმოჩნდა რამდენიმე კვირით კომაში, იმიტომ რომ გაზის კაფსულა მოხდა სპეცრაზმენისგან და არ არის დასჯილი. აი როცა თქვენ საუბრობთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე, შესაბამის რეაგირებაზე, ჩვენ მუდამ გვექნება ეს კითხვა, ვიდრე მოძალადე სპეცრაზმენები არ იქნებიან დასჯილი. ნახა და ამით აჩვენებს თქვენ ადამიანის უფლებებს, ყველას ადამიანის უფლებებს თანაბრად აფასებთ თუ არა. რატომ არ არის სპეცრაზმენები დასჯილი? გეტყვით. ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, 2 თუ 3 ფაქტი იყო, რაც ვიხილეთ წინა თვეების აქციები, როდესაც იყო დაშლის დროს. ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ როდესაც პოლიციელები დგანან და იცავენ წესრიგს. რატომ მიდიხარ, რატომ აყენებ ფიზიკურ შეურაცხყოფას, სიტყვიერ შეურაცხყოფას, რატომ ესვრი ქვებს, რატომ ესვრი მოლოტოვის კოქტეილებს? ეს ხო შემთხვევით არ დაწყებულა, ხო? ის რაც მოხდა. ამას ხო ქონდა წინ ხონ ახდა კონკრეტული ქმედებები იმ მოძალადეების და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან, ხო? შემთხვევით ხო არაფერი არ ხდება. რა თქმა უნდა, ხა როგორ რატო უნდა მომეწონოს, როდესაც მიწაზე წაქცეულ ადამიანს სპეცრაზმელი ურტყავს ფეხს. არ არის ლამაზი სანახაობრივი. და ნუ ჯერჯერობით ვერ მოხდა იდენტიფიცირება. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ამ ტიპის ქმედებებს ზოგადად ხო, ნახეთ ევროპული მაგალითებიც, ნახეთ ამერიკული მაგალითებიც. რა ხდება და როგორი დამოკიდებულება აქვს და როგორ ხდება ხოლმე ზოგადად მაშინ ასეთი კითხვა მაქვს. იდენტიფიცირება ვერ მოხდა, ოკეი, არ ქონდათ ნიშნები და ვერ მოხდა მათი ასე ვთქვათ დაკავება, მაგრამ ადამიანები, რომლებიც დაშავდნენ, ფიქრობ თუ არა, რომ სახელმწიფო უფრო მეტად ყურადღებიანი მაინც უნდა იყოს დაზარალებულების მიმართ. ადამიანს მოხდა გაზის კაფსულა. ვაფსდები რამოდენიმეს დაზარალებული სტატუსით. არა, როგორ გეკადრებათ, როგორ გეკადრებათ. ალექსი თირკი არის ერთ-ერთი, რომელიც როგორ გეკადრებათ, მთელი ჯანდაცვის სამინისტრო ყველანაირად ყველაფერს აკეთებდა. და არაერთი განცხადება გაკეთე იმასთან დაკავშირებით, რომ უზრუნველყოფილი იქნებოდა, თუ საჭირო იქნებოდა უცხოეთში გადაყვანა, შესაბამისი, რა ვიცი, მკურნალობა იქნებოდა, თუ რა იქნებოდა, ყველანაირად ახლაც მზათა ვართ, თუ რაიმე საჭიროება არსებობს აღნიშნულის მიმართულებით. და ერთი კითხვა მაქვს და მე დავასრულებ, მადლობა. ეს უკვე უკავშირდება ადგილობრივ არჩევნებს. ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია Europe Elects, რომელმაც გამოაქვეყნა მონაცემები, როგორ მოხდა არჩევნებში манипуляცია, დადგინდა დიაგრამების სახით, რომ ანომალიებია, რაზეც სხვათა შორის საპარლამენტო არჩევნების დროსაც იყო საუბარი, რომ დიაგრამებში იმდენად სხვანაირი გადალაგება მონაცემების, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება ჰქონოდა ადგილი манипуляციებს, კარუსელს, გაყალბებას და ასე შემდეგ. როცა საერთაშორისო დამკვირვებლები ჩვეულებრივი სისულელე, ანომალიები ამ ადამიანებს თავში აქვთ. პრობლემა აქვთ. კიდე ვერ ხვდებიან რა ვითარებაში იმყოფებიან და რა მდგომარე. ყველაზე დიდი უბედურება თქვენ თავზე არ მიიღოთ ოპოზიციის და ამ ძალადობრივი დაჯგუფებებს. იცით რა არის? რომ ანალიზს ვერ აკეთებენ, რომ გაანალიზონ რა ხდება რეალურად. რატო იმყოფებიან ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არიან. ამას ანალიზი ხო ჭირდება. რაღაცას რო აკეთებ, რო დგავ კონკრეტულ ნაბიჯს, ხო, ჩვეულები დავანებოთ პოლიტიკას თავი. ნებისმიერ საქმიანობაში, ბიზნესში იქნება ეს, სპორტში, რაღაცას რო აკეთებ და არ გამოგდის. ანალიზი ხო უნდა გააკეთო. რატომ ხდება ეს ყველაფერი, ხო? რატომ არ აქვს მხარდაჭერა? რატომ არ აქვს პოლიტიკური თანადგომა საზოგადოების მხრიდან? ანალიზი ხო უნდა გააკეთო. შემდეგ ანალიზს აკეთებ და აღიარება უნდა გააკეთო, რა შეცდომები დაუშვი, მაგრამ მთელი უბედურება რა არის? ყველაფერს ქართულ ხალხს აბრალებთ. ყველაფერს აბრალებთ ხალხს. და თქვენ თავში არ ეძებთ რა არის ყველაზე მთავარი პრობლემა და პრობლემას მე გეტყვით, მე დაგეხმარებით რა არის. აგენტურა, როდესაც ხარ სხვა ქვეყნის აგენტი, ეს არის უდიდესი პრობლემა. როდესაც არ გაქვს პატივისცემა ქართველი ხალხის, რა თქმა უნდა, იმას ხვალ ვერ მიხვალ და ვერ ეტყვი, რომ ხარი დამიჭირე და არჩევნებში ხმა მომეციო. აი ეს არის რეალობა. მეტი როგორ დაგეხმაროთ რა. ანომალიებში გულისხმობენ იმას, რომ დიაგრამებში ჩანს. აი რა დიაგრამები. მობილიზება იყო ამ არჩევნებში. ერთი რამე უნდა გაითავისოთ, რომ ქართველი ხალხის მხრიდან არ გაქვთ არანაირი მხარდაჭერა. და რატომ? იმიტომ რომ ხართ აგენტები, ხართ ადამიანები, ვინც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს და ვერ გექნებათ მხარდაჭერა ამ პირობებში. თქვენ ხო გითხარით, თქვენ ნუ მიიღებთ საკუთარ თავზე.